ვიწყებთ. გამარჯობა მეგობრებო, თქვენთან ყავ მე ვარ და დღეს უკვე ვისაუბრებთ მთლიანად სხეულის გაწელვაზე, თუ როგორ უნდა გავხურდეთ ვარჯიშამდე, რათა ავიცილოთ ტრავმები და უკეთესი შედეგი გქონდეს ვარჯიშის დროს, ვიდრე გახურების გარეშე. ანუ ესეთი გამონათქვამისაა, რომ ჯობია გახურდე და არ ივარჯიშო, ვიდრე არ გახურდე და ივარჯიშო. ამიტომ ეს დაიმახსოვრეთ კარგად, რომ გახურება არის აუცილებელი და დღეს შევუთავაზეთ მთლიანი სხეულის სახლის პირობებში, რა თქმა უნდა, აღჭურვილობის გარეშე, როგორ მოვამზადოთ სხეული დატვირთვისთვის. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებთ, ეს არის სისხლი უნდა ავაჩქაროთ და სხეულმა უნდა დაიწყოს ნელი მოძრაობები უკვე, რათა მზად იყოს დატვირთვისთვის. ამას ვაკეთებთ დაახლოებით 30 წამის განმავლობაში. თუ მეტი ინტენსივობით გინდათ სწრაფად უფრო დიდი ინტენსივობით გავაკეთებ თუ არა და ვისაც არ შეგიძლიათ ცოტა წონაზეა უკვე საქმე, შეგიძლიათ ნელა, მაგრამ სწორად ხელებიც აუცილებელია. შემდეგ ვიწყებთ ზედა მხრიდან, ჩავდივართ ბოლომდე. პირველი რასაც ვაკეთებთ ეს იქნება კისერი, რაც სხვა შორის ვარჯიშების დროს ქონია ისეთი მომენტი, რომ დამეჭიმა და რო არ გავხურით სათანადოდ, სწორედ მაგის ბრალი იყო. ამიტომ დავიწყეთ ახლა. პირველი გვერდით ამოძრაობები. შემდეგ მაღლა. შემდეგ გვერდით. და აქვე შეგვიძლია დავამატოთ, თუ პრობლემა არ იქნება თქვენთვის. რა, ამასთან ცოტა ფრთხილად ვიყოთ. რომ გავახუროთ მხრები. რადგან ყველაფერთან, თითქმის ყველა ვარჯიშთან იტვირთება ჩვენი წინაც გვერდისაც და უკანა დელტებიც. ამიტომ დავიწყებთ მარტივ მოძრაობით. შემდეგ ვცვლით. შემდეგ უკვე უფრო ღრმად. და ისევ ვცვლით. შემდეგ კი ესეთ მოძრაობა. შემდეგ გადავდივართ მაღლა უფრო. შემდეგ რა მქონდა? ახლა კი გადავდივართ იდაყვებს. იდაყვებით ამ კალისტენიკის გამო საკმაოდ დიდი პრობლემა შეიმქნა. ყველა მოძრაობას თითქმის ამის კაცონის ხმა ისმის, როგორც მაჯებზე, ასევე მხრებზე. ამიტომ იდაყვებით მე ცოტა სხვა გახურება მაქვს, იმიტომ რომ ძალიან სხვანაირი დატვირთვები მაქვს, კონკრეტულად ამაზე მაქვს დატვირთვა, მაგრამ ესეც საკმარისი იქნება, რომ გააკეთოთ თქვენთვის. ვიწყებთ ყველასთვის ცნობილი მოძრაობა. ცოტა წარსულების თუ ჩამოვატეთ, კარგი იქნება. ვცვლით. ასევე ეს თავსდება ქვედა ნაწილი და ტრიალებს. ასევე პირიქით. ვცვლით ხელს. შემდეგ მაჯებ. ანუ ყველა იწყებს ამ გახურებას და ამას ჯობია გავაკეთოთ შევახუროთ მაჯა. და თან ეს მოამოძრაობას სულ გავაკეთებთ
ბევრად კარგი იქნება. შემდეგ იგივეს ვაკეთებთ წერანაც გაჩვენეთ, უბრალოდ უფრო მეტ წინააღმდეგობას ვუწევთ, რასაც ვაკეთებთ. არის. ეხლა გადავდივართ წერას. პირველი წრიული მოძრაობა. ესეც მაქსიმალურად ეცადეთ, რომ სწორად შესრულდეს. პირიქით. შემდეგ აქ სუნთქოს მივაქციოთ ყურადღება უკვე. როდესაც სწორად ვართ, ვისუნთქავთ და ნელი მოძრაობით ამოსვისოს ისევ შევისუნთქავთ და ჩასვისოს ამოვისუნთქავთ. აი, შემდეგი იქნება უკვე გვერდით გადასვლები, აქაც სუნთქვაზე კონცენტრირდეთ რა. და ნელა გადასვლის დროს სამსამი გადასვლა საკმარისი იქნება. აი, შემდეგი იქნება ეს ორივე ხელი ჩვენს ფეხზე და ჩავდივართ და მაქსიმალურად აგვაქვს. შემდეგი უკვე გადავდივართ. ნელი გაწევა არა აქვს საჭირო, თავარი არა აქვს და დინამიკური გაწევები გვინდა და სხეული ამომუშავოთ. მე გადავდივართ გვერდით. ასევე ქუსლზე. მივახავდით ვიდეოს დასასრულსაც და მე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ არ დაგვაუწყდეს ვარჯიშის წინ გახურება, იმიტომ რომ სანამ ტრავმას არ მივიღებთ, იქამდე არ ვხურდებით ხოლმე. ამიტომ ჯობია სანამ მივიღებთ, იქამდე გავხურდეთ აუცილებლად რა, აუცილებელია გახურება. ამისთვის შემოგთავაზეთ ეს ფლიანი ვიდეო, რაც ეს მაინც მინიმალურია კიდე იმას შედარებით, როგორც ხურდება დიდი ათლეტები, მაგრამ დასაწყისში ეს საკმარისია. თუ კიდე უფრო გართულებული ვარიანტი გნებავთ, შეგიძლიათ დაწევოთ კომენტარებში. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ლაიქება. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.